მამაო, როგორი ადამიანი უყვარს ღმერთს? რა თვისების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი? მოკლედ, ესე იგი, ვინაც ესე იგი უბოძოთ უარეს და სუფთა გულით ცხოვრობს და ღმერთის იმედის ვინაც ცხოვრობს. ცოდვილიც რო იყოს, მამაო? ცოდვილიც რო იყოს, ხო? თუ? ხო, ცოდვილი იყოს, ესე იგი, თუ ესე იგი ადამიანები არიან, რომლებიც მართლა ესე იგი ბრძოლობენ, არ უნდათ ის ცოდვების ჩადენა, მაგრამ მაინც ესე ვერულიან, ვერ ერევიან რაღაცა იმას, იმ მოვლენას და იმ შემთხვევას. და რა უნდა ვეცადოთ, მამაო, რომ აი ამ ეს ყველაფერი დავამარცხოთ და ღმერთისთვის გავამართლოთ იმედები? ეს უნდა წამდეს სრულყოფილად ღმერთში. და უნდა ვიცოდეთ, ესე იგი, ღმერთის ჩვენგან რა უნდა. ვინ ითვლება დღეს მორწმუნედ, აი როგორი თვისების ადამიანი? ეხლა დღევანდელ დროში ესე იგი შეიძლება ბევრს უნდოდეს, ბევრი არის შეიძლება ასეთი, მაგრამ შეიძლება ესე იგი აი დღევანდელი ცხოვრების გარემოსთან იმითინ გამოსავლებით ვერ აკეთებს იმას. რაც ხელში სათნო არის, ესე იგი ვერ აკეთებს ამ დღევანდელი ცხოვრების იმითი. ეს შეეწირვება, მამაო, სურვილი? კი შეეწირვება. ის თვითონ თავის გულში თუ აქვს ეს, რომ არ მოწონს ეს თავისი და ვერ იმაშობ, ვერ ერევა იმას და ვერ ულის გვერდს, შეეწირვება. მე ხო ხედავს იმას, რომ თვითონ შიგნით აქვს გული. და აი როგორ უნდა ვეცადოთ, მამაო, რომ ეს ყველაფერი მოვიშოროთ, ის ზედმეტი ცოდვა, ტვირთია თუ? იგი ამის ცერობა არის მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოების ცხოვრება და ესე იგი ღმერთს მივუნდოთ ჩვენი და ღმერთს ვთხოვოთ ჩვენი ესე იგი ისა, რასაც ვერ ვასრულებთ და ვერ ვაკეთებთ. ძალიან ძნელია. შეგვიძლია სხვასხვა. ძალიან ძნელია, მამაო, ამის გაკეთება? ვის უმეტეს ამ დროში. ძალიან ძნელი გახდება, ხო? ვის უმეტეს ამ დროში, აი დღევანდელ დროში, ესე იგი, უკვე ძალიან რთული არის. ეხლა შეიძლება ჩვენზე მეტ იმას შეეცვალოს, ხვასკლათ, რომ მონასტერში რო ვართ აგერ, ჩვენ მეტნაკლებად ესე იგი იმედან, იმ სასწრულებიდან მოშორებული ვართ. ხო და გვაქვს იმის საშუალება, რომ ესე იგი იმ განვიერინოთ იმას იმ სასწრულების და აი გვაქვს საშუალება, რომ ამის დევისვათ ჩვენი სარწმუნოების ისა ღვთის მსახურების ნორმალურობა. ხო და ერში ეს ძალიან ცეცხლში რომ კინაში ჩააგდები ისი არის დღეს გასავლების ცხოვრება.